ძვირფასო თანამემამულე. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ როგორ იყრიან თავს საავადმყოფოები ჩვენი რეგიონის თავზე. აშკარაა, რომ სოფლიოს გადანაწილების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის, რომელიც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გარკვეული წლების განმავლობაში გაგრძელდება. ყველა ნიშნის მიხედვით, ეს იქნება უაღრესად რთული პერიოდი, რომელსაც სოფლიოს ბევრი დიდი თუ მცირე ქვეყნის არსებობა შეეწირება. სავარაუდოდ გადარჩებიან უპირატესად ის ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად საერთაშორისო ასპარეზზე დომინირებით გამოირჩევიან, როგორც წესი მძლავრი იდეოლოგიური იარაღით არიან აღჭურვილები და თავიანთი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების აღსრულებას წინასწარ გათვლილი და ღრმად გააზრებული გეგმის მიხედვით ახორციელებენ. ხოლო ბევრი ისეთი ქვეყანა, რომელიც ვერ შეძლებს თავისთვის ამგვარი ფუფუნების მიცემის უფლებას, სამწუხაროდ ისე აღიგვება პირისაგან მიტისა, რომ მათი ნაკვალევიც კი აღარ დარჩება არსად. რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით? სამწუხაროდ, ყველა პრესტიჟული საერთაშორისო სამსახურების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩვენ აშკარად მომაკვდავი ქვეყნების რიგს მივეკუთვნებით, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი მომავალი და განწირულები არიან გადაშენებისათვის. იბადება კითხვა, რა ვქნათ? შევეგუოთ ამ ფრიად სამწუხარო ხვედრს და სანამ საბოლოოდ შევწყვეტდეთ არსებობას ჩვენივე თავებით ჩვენვე წინ და წინ გამოვიტიროთ, თუ პირიქით, როგორც ისტორიულად უკიდურესი გაჭირვების ჟამს ყოველთვის გვჩვეოდა ხოლმე, ახლაც გამოვიჩინოთ მხოლოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის დამახასიათებელი გამბედაობა, აზროვნების მასშტაბი, სისხარტე და გამჭრიახობა და ახალი ეპოქის გამოწვევებს ისეთი მოულოდნელი ნაბიჯებით ვუპასუხოთ, რომ ისტორიის ასპარეზიდან გაქრობის მაგივრად, არათუ უფრო მეტი სიცოცხლის უნარიანობით დავიმკვიდროთ მასზე თავი, არამედ მის ერთ-ერთ მთავარ წამყვან დომინანტ ძალადაც კი ვიქცეთ. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს დღევანდელ გადაცემას არანაირი სხვა მიზანი არ აქვს გარდა ერთის. თქვენს წინაშე განსახილველად გამოვიტანოთ მომავლის საქართველოს ისეთი პროექტი, რომელიც ამურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლის სწორედ ამ მეორე ყველაზე ღირსეულ გზას გულისხმობს. საუბარია მომავლის საქართველოს სრულიად კონკრეტული პროექტის შესახებ, რომლის სისტემატიზაციასაც ჩვენ 2 წელზე მეტი ხნის უწყვეტი შრომა მოვანდომეთ და რომლის ვიდეო პრეზენტაციის სრული ვერსიაც უკვე განვათავსეთ ჩვენს ინტერნეტ რესურსებზე. გამარჯობათ. მე გახლავართ ვასო ცივიზირელი, მწერალი და მეცნიერი, სამეცნიერო შემოქმედებითი ჯგუფი იბერიული სახლის დამფუძნებელი და ეს არის ჯგუფი იბერიული სახლის სტუდია. ხოლო თუ მომავლის საქართველოს რა პროექტის წარდგენას ვაპირებთ ჩვენ დღეს თქვენს წინაშე, ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან. დღეს ჩემს გადაცემაში ჩაერთვებიან თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი პიროვნებები, სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანი, ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე და ისტორიის დოქტორი, პროფესორი ზვიად კვიციანი. მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა მოვახსენო იმისათვის, რომ გამონახეს დრო და წინ და წინ გაგვცეს პასუხი ისეთ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენი პირველი საპრეზენტაციო გადაცემის წარმატებით ხორცშესხმისათვის ნამდვილად აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისათვის. ძვირფასო მეგობრებო, მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტის ვიდეო პრეზენტაციის სრული ვერსია, რომელიც ჩვენ უკვე განვათავსეთ ჯგუფი იბერიული სახლის ინტერნეტ რესურსებზე, შედგება შემდეგი 3 ნაწილისაგან: პატრიარქის სიბრძნე, დისკუსიის 3 ეტაპი და ქართული მომსახურების საერთაშორისო ინდუსტრია. ნებისმიერ თქვენთაგან შეუძლია თითოეული მათგანი ნახოს ამ ვიდეო რგოლის აღწერაში განთავსებული მისამართის საშუალებით. ეს არის საკმაოდ ინფორმაციატევადი პროექტი, რომელიც მრავალი კომპონენტისაგან შედგება, ამიტომ იმისათვის, რათა ჩვენი გადაცემა კონსტრუქციული გამოვიდეს, გადავწყვიტეთ შემდეგი სქემით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენი გადაცემა დავყოთ 3 ნაწილად, რომელთაგან თითოეულშიც მე ჯერ აღნიშნული
ვიდეო პრეზენტაციიდან, რომელიმე ჩემს მიერ წინასწარ შერჩეულ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ, ხოლო შემდეგ ამ ნაწყვეტთან დაკავშირებით რამოდენიმე კითხვას დავუსვამ ჩვენს რესპონდენტებს. ვფიქრობ, ცუდი გადაცემა არ უნდა გამოვიდეს. ასე რომ, დავიწყოთ. შეგახსენებთ, ჩვენს გადაცემაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობას იღებენ ჩემთვის ნამდვილად დიდად საპატივსაცემო ადამიანები, სახალხო პოეტი ერეკლე საღლიანი, ისტორიის დოქტორი პროფესორი ზვიად კვიციანი და ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვაჟა შუბითიძე. ახლა მოდით ვნახოთ პირველი ნაწყვეტი და მასთან დაკავშირებით დავუსვათ ჩვენს რესპონდენტებს რამდენიმე კითხვა. ჯერ კიდევ 2004 წელს ჩვენმა პატრიარქმა თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში წარმოთქვა თავისი შინაარსით ნამდვილად ეპოქალური მნიშვნელობის სიტყვები. რაღაც ისეთი იდეა უნდა გქონდეს ერს, ხელისუფლებასა და ეკლესიას, რომელსაც როგორც ძვირფას საუნჯეს აიტაცებს ქართველი ხალხი და მომავალში შეაბილებს. პრინციპში საქართველოს ისტორიაში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანისათვის იმთავითვე გასაგები იყო, რომ ასეთი იდეა შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომავლის საქართველოს პროექტი, რომლის შექმნის აუცილებლობაც როგორც წესი ისტორიულად ჩვენი ელიტების წინაშე ყოველთვის დგებოდა ჩვენს პლანეტაზე ყოველი ახალი ეპოქის დადგომასთან ერთად. გავიხსენოთ, ეპოქამ დაკავშირებულმა მაშინდელ მსოფლიოში რომის იმპერიის გაბატონებასთან დაბადა ფარნავაზის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა კავკასიაში სპარსეთის დომინირების გაძლიერებასთან დაბადა გორგასალის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა მთელ მსოფლიოში არაბული ხალიფატის მოდებასთან დაბადა ხანძთელის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა თურქული იმპერიის მოძალებასთან დაბადა დავით აღმაშენებელის საქართველო. ეპოქამ დაკავშირებულმა რუსეთის იმპერიის გაძლიერებასთან დაბადა ილია ჭავჭავაძის საქართველო, რომელიც გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის ჩამოშლამდე. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და დაირღვა მსოფლიოში მანამდე არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი, იმთავითვე გასაგები გახდა, რომ ჩვენს პლანეტაზე დაიწყო ახალი, მანამდე ჯერ არ ნახული ეპოქა, რომლის პირობებშიც ჩვენი ქვეყანა როგორც ყოველთვის მომავლის კონკრეტული პროექტის გარეშე ვერანაირად ვერ გადარჩებოდა. იმ ცნობილი განცხადებიდან უკვე 10 წლის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, მამა თეოდორე გიგნაძის შუამდგომლობითა და მამა ანდრია ჯაღმაიძის ორგანიზებით მე მქონდა ბედნიერება წარმედგინე ჩვენი პატრიარქისათვის მომავლის საქართველოს პროექტის ჩემეული ვერსია, რომლის დედააზრის მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ. ეს მართლმადიდებლური საქართველო სთავაზობს დანარჩენ კაცობრიობას, მსოფლიო წესრიგის ისეთ მოდელს, რომელიც სასიცოცხლოდ არის აუცილებელი მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის, ქვეყნისა და ცივილიზაციისათვის და რომლის მიცემაც თითოეული მათგანისათვის გამომდინარე ქართული კულტურის სპეციფიკიდან ჩვენიერისა და ქვეყნის გარდა სხვას არავის შეუძლია. საათნახევრიანი საუბრის შედეგად, მას შემდეგ რაც პატრიარქი გამოწვევით გაეცნო ჩვენი პროექტის შინაარსს, მიზანსა და მნიშვნელობას, მან ჩვენი შეხვედრა შემდეგი სიტყვებით დაასრულა. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად არის გასავლელი, ოღონდ ამ გზაზე არც ერთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. მცირედ შეყავდა, შემდეგ კვლავ გაიმეორა. არც ერთი შეცდომის. და ამ ამბის მომსწრენი არიან მამა ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, სახალხო პოეტი ერეკლე საღლიანი, ისტორიკოსები ვაჟა შუბითიძე და ზვიად კვიციანი, ლოტბარი და დიდებული მამულიშვილი პაატა შუბითიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. პრინციპში ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი გადაცემის სამივე მონაწილე 2014 წელს ჩვენს პატრიარქთან შეხვედრაზე ჩემთან ერთად ბრძანდებოდა და შესაბამისად აღნიშნული შეხვედრის შესახებ მათ ყოველ სიტყვას პირველ წყაროს მნიშვნელობა შეიძლება რომ მივანიჭო. ყოველივე ამასთან დაკავშირებით პირველი კითხვა დავუსვი ბატონ ერეკლე საღლიანს. ბატონო ერეკლე,
თუ გაიხსენებდით რაიმეს იმ ღირსშესანიშნავი შეხვედრიდან და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ მომავლის საქართველოს პროექტი, რომელიც დღეს გამოგვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე განსახილველად, უშუალოდ ჩვენი პატრიარქიდან იღებს სათავეს და მისივე კურთხევით აღესრულება. აი, მისი პასუხიც. ახლა მე მგონია, აი ამით ამ პროექტის წამოწევით ჩვენ გარკვეული პასუხისგებლობა დავაკისერეთ ჩვენ თავს. გარკვეული პასუხისგებლობის წინაშე დავაყენეთ ქვეყანა. გარკვეული პასუხისგებლობის წინაშე დავაყენეთ ის ადამიანები, რომელნიც ამ პროექტში ჩავრთეთ, რომელთაც დაედოთ პატივი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში და წარმოვიდგინოთ ყველაზე დიდი პასუხისგებლობა უწმინდესსა და უნეტარესს დაეკისრა აი ამ პროექტით. ყველაზე მეტი, მაგრამ უწმინდესმა კარგად იცოდა, რას იღებდა თავის თავზე. ამიტომ შეხვდა ასე ჩვენ, ამიტომ ასეთი სიხარულით შეხვდა აი ამ პროექტის წინ წამოწევას და თვითონ გავიხსენოთ ერთი რამ. ჩვენ როცა უწმინდესთან ვიყავით, ჩვენი მისდოლა დაემთხვა პერიოდს, როცა ქვემო ქართლში სვანებსა და აჭარლებს შორის ცდილობდნენ განხეთქილების ჩაგდებას. ფსევდოლიბერალები პროვოკაციებს აწყობდნენ და ჩვენ გახსოვთ ბატონო ვასო, ჩამოვიყვანეთ ისინი, უწმინდესთან მოხდა შეხვედრა, შერიგება, დღეს ნათელ მირონობა მიდის მათ შორის. აი ასეთი მადლი სიკეთე დატრიალდა იქ. მეორე კითხვა დავუსვი ბატონ ზვიადკვიციანს. ბატონო ზვიად, თქვენი საზრით რამდენად ასახავს ისტორიულ კანონზომიერებას ჩვენს მიერ წარმოჩენილი სურათი ყოველ ახალ ეპოქაში როგორც წესი ახალი საქართველოს დაბადების შესახებ და თუ ასახავს, მაშინ მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესაც ისევე როგორც ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ჩვენიერი და ქვეყანა კვლავ დგას მომავლის საქართველოს ახალი პროექტის შექმნის აუცილებლობის წინაშე. სანამ დასმულ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მე არ შემიძლია ორი სიტყვით არ აღნიშნო თვითონ ამ პროექტის სულის ჩამდგმელის, ისი დამფუძნებლის, ორგანიზატორის ბატონი ვასო ცივის-ძირელის შესახებ. ძალიან ბევრი რო არ ვილაპარაკო, ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ ბატონებო, რომ უკვე მეორე ათეული წელიწადია, რაც მე ბატონი ვასილი გავიცანი და ყველანაირი გაზვიადების, ყველანაირი თქვათ მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მე ამ ბატონს ვესაუბრები, თერგდალეულებთან მგონია თავი ბატონებო, რამე თუ ზუსტადაც ის ქართული სული, ქართული ღირსება, ზნეობა, მორალი, ის რაც განსაკუთრებულად მოაჭარბებდა ქართულ ადამიანს, ეს ყველაფერი დევს ამ პიროვნებაში. აი კიდევ ერთხელ მინდა რა გავმეორდე და ხაზი გავუსვა, რომ გონია რომ ილია ჭავჭავაძეს და თერგდალეულებს ვესაუბრები. გონია რომ დავით აღმაშენებელთან რაღაცა ისე უხილავი კიდე და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არა მარტო ის წერილობით წყაროებიდან რაც ვიცით ჩვენ, არამედ მისი სულის და მისი იდეის წინაშე ვდგები. მოკლედ ძალიან ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ჯობია რომ ალბათ იმ კითხვებზე გავცე პასუხი, რომელიც არის დასმული. მე ამაზე მინდა გიპასუხოთ, რომ თვითონ ეს პროექტი არის საკმაოდ ორიგინალური. ორიგინალურია მისი ხედვა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემეცნების თვალსაზრისით საკმაოდ გასაგებად სცემს პასუხს კითხვაზე. თუ როგორ შეძლო ჩვენმა
ქვეყანამ თავისი თვითყოფადობის შენარჩუნება, მსოფლიოს სხვადასხვა იმპერიების მოძალეობის პირობებში, მაშინ როდესაც გაცილებით უფრო ძლიერი ქვეყნები საერთოდ გაქრა მსოფლიო ისტორიის ასპარეზიდან. ჩემი აზრით ეს პროექტი თავისი მრავალმხრივობითა და შინაგანი დასაბუთებულობით სწორედ ამგვარი ეპოქალური ხასიათის პროექტების რიგს განეკუთვნება. დიახ, დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მომავლის საქართველოს ახალი პროექტის შექმნის აუცილებლობის წინაშე და ამ პროექტის გამოჩენაც სწორედ ამ აუცილებლობით არის განპირობებული. მეგობრებო, სანამ ბატონ ვაჟასთან გადავიდოდე მესამე კითხვით, მინდა ყველას წინაშე სახალხოდ გადაუხადო მას განსაკუთრებული მადლობა და აი რატომ. ბატონი ვაჟა არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევდა თანადგომას და რომლის საკმაოდ მახვილი მეცნიერული ცენზის ქვეშ არის გატარებული ყველა ის სამეცნიერო კონცეფცია, რომლებმაც ერთობლიობაში განაპირობეს ამ პროექტის დამარწმუნებლობის საკმარისი ხარისხი და სიცოცხლის უნარიანობა. ბატონ ვაჟა სწორედ ამ კუთხით დავუსი კითხვა. მაგრამ სანამ მის პასუხს მოვისმენდეთ, მანამდე მოდით ვნახოთ ვიდეო პრეზენტაციის მორიგი ნაწყვეტი. ძვირფასო მეგობრებო, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იმ პროგრამის ფუნდამენტურ ხასიათს განაპირობებს რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომი დაწერილი აღნიშნულ პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს არის სამეცნიერო პოპულარული წიგნი, მრავალპოლარული სამყაროს პოლიფონიური მოდელი და სახელმწიფოებრიობის სოფხედელობრივი საფუძვლების ჩამოყალიბების მეთოდოლოგია, რომელშიც რელიგიისა და რელიგიათ შორის ურთიერთობების თვალსაზრისით არის ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ის მოდელი, რომელსაც ჩვენი პროექტის მიხედვით სთავაზობს მართლმადიდებლური საქართველო დანარჩენ კაცობრიობას. ეს არის ვიდეო ლექციათა კურსი უცნობი ცივილიზაცია, რომელშიც სრულიად განსხვავებული კუთხით არის წარმოდგენილი დასავლური ცივილიზაციის წარმომავლობის ისტორია და მისი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის, რომელშიც წარმოჩენილია ქართული კულტურის ადგილი, როლი და მნიშვნელობა ზოგადად საკაცობრიო კულტურისა და ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესში. და ბოლოს ეს არის სამეცნიერო პოპულარული წიგნი ხელოვნება იბერიონის საფუძვლები, რომელშიც პირველად ქართული აზროვნების ისტორიაში აღწერილია საზოგადოების აღზრდის ის უნიკალური სისტემა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში ქართული სუფრის სახით. ძვირფასო მეგობრებო, ვიმედოვნებ აღნიშნული ლიტერატურის გაცნობა აუცილებლად მოგცემთ შესაძლებლობას სრულიად ახალი კუთხით გაიცნობიეროთ ის ადგილი, როლი და მნიშვნელობა, რომელსაც უხსოვარი დროიდან თამაშობდა ჩვენიერი და ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე ზოგადად საკაცობრიო კულტურისა და ცივილიზაციის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების პროცესში და როგორც შედეგი ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რათა კვლავ აღუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ის ძველი, დღეს უკვე ყველასაგან მივიწყებული ფუნქცია. ბატონო ვაჟო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩამოთვლილი ნაშრომების სახით საუბარია არა მხოლოდ კლასიკური ხასიათის ისეთი სამეცნიერო დისციპლინების სფეროში სრულიად ახლებური ხედვის დანერგვის მცდელობაზე, როგორებიც არიან პოლიტოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, ისტორია, კულტუროლოგია და ხელოვნებათმცოდნეობა, არამედ ისეთი სახის სამეცნიერო დისციპლინის დაარსებაზეც, რომელიც აქამდე ბუნებაში საერთოდ არ არსებობდა. მე ამ შემთხვევაში რაღა თქმა უნდა ვგულისხმობ საზოგადოების მიერ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების იმ უნიკალურ მეთოდს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ქართული სუფრის ტრადიციის სახით არსებობს უხსოვარი დროიდან დღემდე და რომელსაც მე ხელოვნება იბერიონი ვუწოდე. ამასთან დაკავშირებით მე მას სამი ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო კითხვა დავუსვი, რომელსაც მან ერთი საერთო პასუხით უპასუხა. პირველ რიგში გაგაცნობთ კითხვებს, ხოლო შემდეგ მის მიერ გაცემულ პასუხსაც მოусმინოთ. პირველი კითხვა: თქვენი აზრით, რამდენად არის გამართლებული აღნიშნული სამეცნიერო დისციპლინების კონცეპტუალური საფუძვლების ასეთი ფუნდამენტური რევიზიის მცდელობა? მეორე კითხვა: რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ განხორციელებული რევიზიის დონე დასმული ამოცანის სერიოზულობას? და ბოლოს მესამე კითხვა:
რამდენად არის მიღწეული მიზანი და თქვენი აზრით ვირდა თუ არა აღნიშნული მიზნის მიღწევა ამ ხელასამუშაოს ჩატარებად. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ეფოს მაყურებელს იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ რთულ ვითარებაში გამონახეს დრო და გვისმენენ ჩვენ. ახლა რაც შეეხება კითხვებს. პირველი კითხვა ეხებოდა იმას, რომ რამდენად არის გამართლებული აღნიშნული სამეცნიერო დისციპლინების ასეთი ფუნდამენტური ხასიათის რევიზია. და ბუნებრივია შეუძლებელი ერთმა ადამიანმა ყველა სამეცნიერო დისციპლინაში რაღაც გრანდიოზული გარღვევები გააკეთოს, მაგრამ ეს ნაშრომები, რაც თქვათ, ვასო ცივილიზირებელმა ამდენი წლის განმავლობაში შექმნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ ეს არის ფაქტობრივად რეალობაზე, ისტორიულ და საკუთარ გამოცდილებაზე, დღევანდელობაზე, ნანახის ეთქვიან გადახარშვა სამეცნიერო ყალებში და საზოგადოებისთვის შეთავაზება. ახლა ბუნებრივია რელიგიას ცნობაში მე ვერ გამომდგები და ვერ კულტუროლოგიაში ამ კუთხით, მაგრამ შემიძლია რომ იგივე თქვა ისტორიაში, თქვა პოლიტოლოგიაში ამ კუთხით ნამდვილად შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, რომ სერიოზული ნაშრომებია შექმნილი, სერიოზული შრომაა ჩადებული, კოლოსალური შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, პირველ რიგში აუცილებელი აღინიშნოს უმთავრესი მიზანი, რომლის მიღწევას ამ პროექტს უნდა და ის მდგომარეობს შემდეგში, რომ მიენიჭოს იუნესკოს მიერ ჩვენ ქვეყანას მსოფლიო ცივილიზაციის კულტურული ნაკრძალის სტატუსი. აქვს თუ არა საფუძველი საკითხის ამგვარად დასმა. პირველი ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ნამდვილად არ არსებობს უფრო მეტად მოთხოვნადი პროდუქტი, ვიდრე მეთოდი, რომლის საშუალებითაც მიეცემა შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და აღორძინონ ეროვნული კულტურა. მეორე ფაქტია, რომ აღნიშნულ სამეცნიერო ნაშრომებშია წარმოდგენილი, რომ ჩვენ ქვეყანას ნამდვილად ფლობს ამგვარი სახის სულიერ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომლის შეთავაზებას მას ნამდვილად შეუძლია მსოფლიოსათვის და მე როგორც ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ასევე ვადასტურებ. და ბოლოს მესამე უდავოა, რომ ამგვარ ფუნქციას ამ პროექტის წარმატებით რეალიზების შემთხვევაში ნამდვილად შეუძლია აქციოს ჩვენი ქვეყანა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელ ქვეყნად, რომელსაც ყველა გაუფრთხილდება. ვინაიდან იციან, რომ მათი საფუძველი შეიძლება ამ ქვეყნიდან მოდიოდეს. ეს პროექტი მეცნიერულ თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანი და რევოლუციურია, რომ აუცილებლად საჭიროებს საერთო სახალხო განხილვას. ამიტომ მივესალმები ამ პროექტის საჯარო განხილვის საგნად გამოტანას და თავად საზოგადოებამ, მათ შორის სამეცნიერო საზოგადოებამ გააკეთა სათანადო დასკვნა იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის მსოფლიო ცივილიზაციის კულტურული ნაკრძალის სტატუსის მინიჭება ეს არის უსაზღრო ძლიერი და გონივრული სვლა, რომელსაც შეუძლია კარდინალურად შეცვალოს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ მოუწოდებ თითოეულ ქართველს, ცხოვრობს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, აუცილებლად მიიღოს საერთო სახალხო დისკუსიაში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავისი აზრი. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის დასასრულს მინდა მიუმართო საზოგადოებას და ერთ ჩემის აზრით ასევე მნიშვნელოვან ნიუანსზე მივაქციო თქვენი ყურადღება. ძვირფასო მეგობრებო, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამ საერთო დეგრადირების ფონზე საკითხის დასმის თვალსაზრისით ჩვენს პროექტში ჩვენს მიერ თამასა წარმოუდგენლად მაღლაა აწეული. მაგრამ მოდით ერთ რამეში აუცილებლად შევთანხმდეთ. თუ ჩვენ დღეს მსოფლიო ისტორიის ამ უაღრესად საშიშ გზის გასაყარზე ნებისმიერი ეპოქალური ხასიათის გამოწვევას ისეთივე შემოქმედებითობით, გაბედულებითა და მხოლოდ ჩვენიერისათვის დამახასიათებელი კრეატიულობით არ ვუპასუხებთ, არც ახალი საქართველო დაიბადება რამენაირად და ვერც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს ექნება რამენაირი პერსპექტივა. უფრო მეტი გულიდან ამოსულობით ვიტყვი. ჩვენი ღირსეული წინაპრების შთამომავლებს უბრალოდ სხვა უფლება არცა გვაქვს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს. მნიშვნელობა არ აქვს ცხოვრობთ თქვენ საქართველოში თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ქართულ დიასპორაში. სრული სერიოზულობით მოეკიდეთ ჩვენს შემოთავაზებას და აქტიურად ჩაერთეთ ჩვენს დისკუსიაში, რომელიც რეალური სამოქალაქო იდეოლოგიის, რეალური სამოქალაქო საზოგადოებისა და რეალური ქართული სახელმწიფოს შექმნაზეა ორიენტირებული. ვიწყებთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილს,
რომელიც თავისი შემოქმედებითი გაბედულებითა და მოულოდნელობით არანაკლებ გაგაოცებთ ვიდრე პირველი ნაწილი. ამასთან დაკავშირებით ვთავაზობთ მორიგ ნაწყვეტს მომავლის საქართველოს პროექტის ვიდეო პრეზენტაციიდან. ახლა რაც შეეხება მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს. ჩვენ ვაპირებთ ის თქვენს წინაშე განსახილველად გამოვიტანოთ ერთი საკმაოდ ფართომასშტაბიანი მხატვრული ნაწარმოების სახით, რომელიც მე დავწერე ჩვენი პროექტის ფარგლებში. ეს არის ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი, რომელშიც ყურადღება დააწროლებით არის აღწერილი, თუ როგორ აღაშენა ჩვენმა წმინდა მეფემ, დიდმა დავით აღმაშენებელმა, ის დიდი საქართველო, რომელიც ოქროს ასვებით არის ჩაწერილი ჩვენი ერის ისტორიაში. კერძოდ, როგორი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე მოახერხა მან მაშინ 900 წლის წინ მოეხდინა სასწაული დიდ თურქობით ერთიანად დათრგუნული და შინაგანად დაქსაქსული ქართველი ხალხი ეკლესიის სიახში გაეერთიანებინა და ერთობლივი ძალისხმევით აღეშენებინა ისეთი სიმძლავრის სახელმწიფო, რომელიც მას შემდეგ აუხდენელ ოცნებად აქვს გადაქცეული ქართველი ერის ყოველ ახალ თაობას. ანდა კულტურათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგის რომელი ვერსიაზე დაყრდნობით შესთავაზა მან მაშინდელი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან ურთიერთობის მოდელი ერთნაირად მისაღები თითოეული მათგანისათვის, რომელიც ღირსებასა და სამართლიანობაზე იყო დაფუძნებული. ალბათ დაგებადებათ კითხვა, რატომ მაინცა და მაინც ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანის განხილვის საშუალებით და რაღა მაინცა და მაინც იმ სახელმწიფოს მაგალითზე, რომელიც ოდესღაც აღაშენა ჩვენს ქვეყანაში ჩვენმა სახელოვანმა მეფემ მაშინდელ ქართველებთან ერთად. მოგახსენეთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პროექტის მიხედვით დავითის საქართველო, ეს არის მართლმადიდებელი საქართველო, მოწოდებული მისცეს კაცობრიობას, მსოფლიო წესრიგის ისეთი მოდელი, რომელსაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის, ქვეყნისა და ცივილიზაციისათვის და ამდენად არის ერთნაირად მისაღები და ძვირფასი თითოეული მათგანისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი პროექტის მიხედვით დავითის საქართველო ეს არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია მოიყვანოს ერთმანეთთან დანასისხლად დაპირისპირებული მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები და ქვეყნები ჰარმონიული თანაცხოვრებისა და თანამოღვაწეობის მდგომარეობაში და გადაარჩენოს ჩვენი პლანეტა მოახლოებული კატასტროფისაგან. შესაბამისად, ჩვენი პროექტის მიხედვით დავითის საქართველოს სიძლიერის საიდუმლო მდგომარეობს არამედ მებრძოლ სულისკვეთებასა და საბრძოლო იარაღის ფლობის ხელოვნებაში, რამდენადაც იმ უდიდესი მისიის აღსრულებაში, რომელიც მაშინ ჩვენი რომანის მიხედვით დავითის საქართველომ იტვირთა მაშინდელი მსოფლიოს წინაშე. მომავლის საქართველოს ჩვენი იდეალის სწორედ ამაში მდგომარეობს. ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისათვის მიმზიდველად, არა განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი გავიდოვნონ ჩვენი სამშობლოდან და დაეუფლონ მას, არამედ ჩვენი ეროვნული კულტურის სულიერი სიმდიდრის გამო, რომელსაც ისინი როგორც უკვდავების წყაროს ისე დაეწაფებიან და ყველანაირად შეეცდებიან იზრუნონ, რათა ის არასოდეს არ დაწყდეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი აუცილებლად დამეთანხმება კრიზისული ვითარებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის ამაზე უკეთესი ვერსიის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელი. ყოველივე ამასთან დაკავშირებით მე შემდეგი სამი კითხვა დავუსვი ჩვენს თითოეულ რესპონდენტს. მოდით ვნახოთ, თუ როგორი პასუხი გასცეს მათ დასმულ შეკითხვებზე. პირველი კითხვა ბატონ ერეკლე საღლიანს. ბატონო ერეკლე, რა სიტყოდით დავით აღმაშენებელის ლიტერატურული გმირის შესახებ? შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს ლიტერატურული გმირი, როგორც იდეალი, რომელთან მიმართებაშიც უნდა მოახდინოს სწორება თითოეულმა ქართველმა. ისტორია არავის არავალდებულებს თავის ოდნასო, მაგრამ არცოდნას არავის არ პატიებს. აი ამ ამოცანის წინაშე დადგა დღეს კაცობრიობა. არ ვიცი ჩვენ ისტორია. ზედაპირულ დონეზე ვიცით მხოლოდ.
ვერ ვწდებით სიღრმისეულ მოვლენებს. ახლა დავით აღმაშენებლის თემის ამოწევა მე მიმაჩნია, რომ ეს არის იმ დიდი გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოში დაგროვდა და რომელიც უცნობია ამ დანარჩენ მსოფლიოს. ფაქტორი დასავლეთ საქართველოს, ფაქტორი აღმოსავლეთ საქართველოს როგორ გამკლიანა. აი არსენი ყალთოელის ლექსი თევზი ამერთა ყალთაგან იმერთა ყალში შთამესხნე ჩას აი თევზები და ფაქტიურად თევზი ეს არის სიცოცხლის საწყისი და სიცოცხლის გაღვივება. რა მოხდა დავით აღმაშენებლის დროს? დაკარგული დაღუპული რწმენა აღვიდგა შვენ. ხოთაშორის გავითვალისწინოთ, რომ სარწმუნოების მხრივ უკვე მოვიკოჭლებდით. დაშლილი იყო ჩვენი ერთობა, დაშლილი იყო ჩვენი ცნობიერება და დღევანდელ დროს რატო ჭირდება დავით აღმაშენებელი? ჭირდება იმიტომ, რომ აი ეს დაშლილი ცნობიერება აღდგე. ჭირდება იმიტომ, რომ ნახოს ყოველმა ჩვენგანმა სად გადის გადარჩენის გზა. ჭირდება იმიტომ, რომ დავით აღმაშენებლის პიროვნების წინ წამოწევა ჩემი აზრით ნიშნავს ერთდროულად საეკლესიო იაღის თლიანად გაფილტრას, არადეს გაფილტრა ყველა დროში ჭირდებოდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ აღწევდა იქ ბოროტი ბნელი თვალი ყოველთვის და ურევდა და ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენ ხედავთ დღეს, რომ ჩვენი ეკლესიის მესაჭეს უწმინდესსა და უნეტარეს რა შეურაცხყოფას აყენებენ ზოგიერთები. მომსწრევართ ამისით სამწუხაროდ. აი რატო გჭირდება ჩვენ დავით აღმაშენებელი. ახლა ვნახოთ რა პასუხი გასცა შემდეგ კითხვას ბატონმა ზვიად კვიციანმა. ისტორიული თვალსაზრისით რამდენად ადეკვატურად არის გაცოცხლებული ამ რომანში დავითის ეპოქა დიდი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის. ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში მხატვრული სინამდვილე შექმნილი რომანში იმ სინამდვილესთან, რომელსაც ისტორიულად ჰქონდა იმ დროის საქართველოში ადგილი. რომანის მიხედვით დავით მეფე აშენებს ქვეყანას დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონების მიხედვით, რომელიც მას ქვეყნის სამართავად გიორგი ჭყონდიდელმა მისცა. ეს რა თქმა უნდა მხატვრული ამბავია, რომელიც ავტორის მიერ არის შექმნილი და აქამდე არც დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის შესახებ ყოფილა რაიმე ცნობილი, იმიტომ რომ ის მთლიანად ავტორის მიერ არის ჩამოყალიბებული. მაგრამ მეორე მხრივ იმდენად სიღრმისეულად ასახავს ქართველი ერის ბუნებას ეს კანონი, რომ ის დამაჯერებლობა, რომელსაც დავით მეფის ლიტერატურული გმირი მსახურებს, მთლიანად ამ ზნეობრივი კანონის დამსახურებაა. დავით მეფე მისით სუნთქავს. დავით მეფე მისით მოქმედებს, პარადოქსიც ამაში მდგომარეობს. ერთის მხრივ სამოქალაქო ზნეობრივი კანონი როგორც ასეთი ავტორის მიერ არის შექმნილი, მაგრამ მეორეს მხრივ სწორედ ეს კანონი უდგამს სულს და აცოცხლებს იმ ისტორიულ სინამდვილეს, რომელსაც დავითის დროს ჰქონდა საქართველოში ადგილი.
თანაც აცოცხლებს ისე, რომ ამ ნაწარმოების მიხედვით შესაძლებელი ხდება იმ ისტორიული ეპოქის უფრო მეტად მეცნიერული ჩაღრმავება. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი ასახავს ჩვენი ქვეყნის იმ მეტაფიზიკურ არსს, რომელიც მარადია და არასდროს არ იცვლება. ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში ხდება ერთი და იგივე მეტაფიზიკური არსის სხვადასხვა ფორმის წარმოჩენა, რაც დამოკიდებულია კონკრეტული ისტორიული ეპოქის ხასიათზე. ამ ნაწარმოებში ისე მძლავრად არის წარმოჩენილი ხსენებული მეტაფიზიკური არსი და ამასთან არის წარმოჩენილი კონკრეტული ისტორიული ეპოქის პირობებში, რომ უბრალოდ შეუძლებელია ზორი მაჩვენებელი მხატვრული და ისტორიული აცდენილი იყოს ერთმანეთში. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ რომანის უტყუარი შინაგანი სიმართლე და სწორედ ამიტომ არის ეს რომანი დამაჯერებელი. ხოლო მესამე კითხვა დავუსვი ბატონ ვაჟა შუბითიძეს. ბატონო ვაჟა, როდესაც მუშაობდი ისტორიულ რომან ჯვარპატიოსანზე, ჩემს წინაშე იდგა ამოცანა, რამენაირად წარმომეჩინა ის შესაძლებლობები, რომელიც გააჩნია ჩვენს ერს იმისათვის, რათა კვლავ გაერთიანდეს ჩვენი დედა ეკლესიის სიახში და კვლავ შეძლოს აღაშენოს ჭეშმარიტად ძლიერი, ჭეშმარიტად ღირსეული და ჭეშმარიტად ყველა სიკეთით შემკული ქართული სახელმწიფო. თქვენი საზრით, რამდენად არის ამ თვალსაზრისით მიღწეული მიზანი და რამდენად შეიძლება შევთავაზოთ ეს ნაწარმოები ჩვენს მომავალ თაობას, როგორც გარკვეული გზა მომავლისაკენ. საქართველოს მუდმივად დაინტერესებდა, რა გზით მიაღწია დავით აღმაშენებელმა ასეთი მძიმე დეპრესიულ და დანგრეულ მდგომარეობაში ყოფი ქვეყნის გამოყვანა ასეთი კრიზისიდან და სანიმუშო მაშინდელი სოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტად ქცევა. ასეთი რამ ბევრს გავაზრები, ალბათ ბევრის ცდილობებიც იყო ხატრული თუ რა ვიცი, ასე იგივე კონსტანტინე გამსახურდეს, იგივე თქვათ ჯანსუღინჯილეს და სხვების, მაგრამ არც არ ჩანს თუ რა კონკრეტული გზებით გააკეთა დავითმა ეს ყველაფერი. და ამ რომანის ღირსება ეგეც არის, რომ აქ არის კონკრეტული გზა მოცემული და უნივერსალური გზა, ეს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი ამას ისახავს მინდა ზუსტად, რომ იძლევა შეხედულებას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქართველმა ერმა აღაშენოს საკუთარი სახელმწიფოებრიობა და შეიძლება არა აქ ეს იყო დავითის დროს, იქნება თამარის დროს თუ იქნება დღევანდელი ჩვენი თაობის შემდეგ. ეს მუდმივად გამოადგება საქართველოს მინარიდან გასაკეთებელი მუდამ ერთია. ამ პროექტის მიხედვით დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი არის სოფლიოს მოწყობის ის უნივერსალური მოდელი, რომელიც ამ პროექტის მიხედვით თავაზობს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა დანარჩენ კაცობრიობას, როგორც გამოსავალ შექმნილი კრიზისული ჩიხიდან. ნიშანდობლივია, რომ მთელი ეს სულიერი სივრცის არსებობა, რომელიც რომაშია ჩამოყალიბებული, დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის სახით ამ პროექტში მესამედაც არის დასაბუთებული. და ბოლოს ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის დასასრულს თქვენის ნებართვით ორ სიტყვას ვიტყვი. ჩემთვის როგორც ავტორისათვის ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი ეს არის მომავლის საქართველოს მოდელირებული ვერსია, რომლის განხორციელებასაც ამ რომანში მე დავით მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საშუალებით შევეცადე. ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანი ეს არ არის საუბარი წარსულის შესახებ. ეს არის საუბარი წარსულის საშუალებით ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ. მე შევეცადე მისი საშუალებით წარმომეჩინა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ ქართველმა ხალხმა გამოვიყენოთ დღესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ რომანში მე შევეცადე თქვენს წინაშე წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა მის ყველაზე მნიშვნელოვან მეტაფიზიკურ განზომილებაში, რომელსაც შეუძლია მისცეს დანარჩენ კაცობრიობას ისეთი რამ, რასაც ეს უკანასკნელი დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს. მსოფლიო წესრიგის ისეთი მოდელი, რომელიც ერთნაირად იქნება მისაღები ყველა დაპირისპირებული გეოპოლიტიკური მხარისათვის და რომელსაც შეუძლია გახდეს მათ შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი როგორც ავტორის მიზანი ასეთი იყო, ხოლო თუ რამდენად შევძელი ჩანაფიქრისთვის ხორცის შესხმა, ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.
ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. მოდით ამჯერად ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ იქნება საჯარო დისკუსია ორგანიზებული და რა საკითხები იქნება ჩვენი პროექტის ამ სეგმენტში წარმოდგენილი. გთავაზობთ მორიგ ნაწყვეტს მომავლის საქართველოს პროექტის ვიდეო პრეზენტაციიდან, რომელიც სწორედ აღნიშნულ თემას შეეხება. გზა, რომლის გავლაც ჩვენ მოგვიწევს განხილვის პროცესში, შედგება 3 ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე ჩვენ თქვენს წინაშე წარმოვადგენთ პროექტს, რომლის მიზანიც არის გააერთიანოს ჩვენიერი დედაეკლესიის წიაღში და მისცეს შესაძლებლობა გაიაზროს თავისი თავი როგორც ერთიანმა და მთლიანმა ეროვნულმა ორგანიზმმა, შინაგანად შეკრულმა და შედუღაბებულმა უფალი იესო ქრისტეს მაგალითით. სოფხედელობრივი საყრდენი, რომელსაც ამ შემთხვევისათვის გთავაზობთ, ისევე როგორც ზემოთხსენებული რომანის სახელწოდებაც დაკავშირებულია შემდეგი 2 წნების ჩვენს ყოველდღიურობაში დანერგვასთან. ესენია ჯვარპატიოსანი ადამიანი და ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოება. მოკლედ, ჯვარპატიოსანი ადამიანის ცნების გაგებისათვის. ის სათავეს იღებს უფალი იესო ქრისტეს სიტყვებიდან, რომლითაც მიმართა მან ხალხსა და თავის მოწაფეებს. თუ გინდა მომდიო მე, აღიღე ჯვარი შენი, უარყავ თავი შენი და გამომყევ მე. შესაბამისად, ჩვენი ვერსიის მიხედვით, ჯვარპატიოსანი ადამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც უფალი იესო ქრისტეს კვალდაკვალ იღებს უფლისა და მოყვასის, ანუ სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურების ჯვარს, უფალი იესო ქრისტეს კვალდაკვალ აქვს იგი თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ნებისმიერი მსხვერპლის ფასად და ბოლოს უფალი იესო ქრისტეს კვალდაკვალ ამ ჯვარზე გაკრული, ანუ უანგარო მსახურების მდგომარეობაში მყოფი დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. შესაბამისად, იგივენაირად განისაზღვრება ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოების შინაარსის. ამ თვალსაზრისით, იმ სახით, როგორც ეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს რომანში, დავით მეფე არის ჯვარპატიოსანი ადამიანი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მან შექმნა, ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო საზოგადოება. იმისათვის, რომ დისკუსიას ჰქონდეს ღრმად გააზრებული შინაარსი, მე სპეციალური გადაცემების საშუალებით შევეცდები წარმოვადგინო თქვენს წინაშე გარკვეული თანამიმდევრობის მიხედვით ყველა ის საკვანძო საკითხი, რომლების სწორედ გახსნასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ ქართველი ერის დღევანდელმა თაობებმა და მათ შორის უპირველეს ყოვლისა თქვენ, ჩვენი შვილების თაობამ, შეძლოთ და სწორედაც რომ დედაეკლესიის წიაღში ერთ მუშტად შეკრულებმა ღირსებით გაიაროთ ის გზა, რომელიც უკვე გაიარეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა 900 წლის წინ. მცირეოდენ შევავსებდი ამ ნაწყვეტში წარმოდგენილ ინფორმაციას. ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, ქვეყანა ისეთია, როგორიც არის აღზრდის ის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყალიბდება ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ თქვენს წინაშე განსახილველად გამოვიტანოთ სამოქალაქო საზოგადოების აღზრდის ის პროგრამა, რომლის საშუალებითაც რომანის მიხედვით დავით აღმაშენებელმა ჯერ კიდევ 900 წლის წინ აღაშენა ის დიდი და ყველა ღირსებით შემკული ქართული სახელმწიფო და რომელიც ჩვენ ჯვარპატიოსანთა საკვირაო სკოლას დაუდეთ საფუძვლად. ძვირფასო მეგობრებო, ჯვარპატიოსანთა საკვირაო სკოლის მიზანი მდგომარეობს შემდეგში: გამსჭვალოს ქართველთა ყოველი ახალი თაობა, ცხოვრები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის პრინციპების მიხედვით და ყველა პირობა შეუქმნას იმისათვის, რათა აღასრულოს ის ფუნქცია, რომელიც აკისრია მას ოდითგანვე კაცობრიობის წინაშე. ჩვენ მომზადებული გვაქვს აღნიშნული საკვირაო სკოლების საერთაშორისო ქსელის პროექტი, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქართულ დიასპორებში ერთდროულად ათობით და ასობით ჯვარპატიოსანთა საკვირაო სკოლის ფილიალის დაარსება და ამოქმედება. სახალხო დისკუსიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ამ გეგმის მოქმედების მდგომარეობაში მოყვანა წარმოადგენს.
ჯვარპატიოსანთა საკვირაო სკოლის სასწავლო პროგრამა შედგება შემდეგი 3 სასწავლო საგნისაგან. პირველი სასწავლო საგანი ეს არის ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია, რომლის დანიშნულებაც მდგომარეობს შემდეგში. გააერთიანოს ქართველი ერი ცხოვრები საქართველოში თუ მსოფლიოში გაბნეულ სხვადასხვა ქართულ დიასპორებში, ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში და გამსჭვალოს უფლისა და სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურების სულისკვეთებით. სწორედ ამ მიზნით თქვენ წინაშე წარმოვადგენთ გადაცემების ციკლს დავით მეფის გოლგოთა, რომელშიც დავით მეფის მაგალითზეა წარმოჩენილი თუ სულიერი სიმწიფის რა გზა უნდა გაიაროს თითოეულმა ქართველმა იმისათვის, რათა მიაღწიოს სანუკვარ მიზანს. მეორე სასწავლო საგანი ეს არის დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი. საზოგადოების შინაგანი შეთანხმებისა და შედუღაბების ის უნივერსალური სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებულია ქართული სუფრის სახით, რომლითაც სარგებლობს ქართველი ერი უხსოვარი დროიდან დღემდე და რომლის საშუალებითაც რომანის მიხედვით შეძლო დავით აღმაშენებელმა შემდეგი სასწაულის მოხდენა. ერთი იდეის გარშემო გააერთიანა ქართველი ერის მეზობლად მცხოვრები მრავალეროვნული მოსახლეობა და შინაგანად შეკრულ შედუღაბებულ ერთიანდამთლიან საზოგადოებად ჩამოაყალიბა და ბოლოს მესამე სასწავლო საგანი ეს არის საქართველოს სულიერი მისია, პროექტები და პერსპექტივები, რომლის მიზანიც არის დაუსაბუთოს ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყანა გამომდინარე იმ განსაკუთრებული როლიდან, რომელიც მან ითამაშა ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო ცივილიზაციის კულტურული ნაკრძალის სტატუსს და ექვემდებარება საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან განსაკუთრებულ დაცვას. სწორედ ამ მიზნით თქვენ წინაშე განსახილველად გამოგვაქვს ვიდეო გაკვეთილების კურსი უცნობი ცივილიზაცია. ხოლო ამ ეტაპზე, როგორც თქვით, თქვენ წინაშე განსახილველად გამოგვაქვს ეროვნული იდეოლოგიის ის ვერსია, რომელიც ჩვენ ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის სახით ჩამოვაყალიბეთ. ჩვენს რესპონდენტებს პრინციპში იგივე კითხვები დავუსვით, რომლებზედაც ჩვენი პროექტის მიხედვით ვალდებულია პასუხი გასცეს საერთო სახალხო დისკუსიამ. პირველი კითხვა: აქვს თუ არა ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიას როგორც ასეთს არსებობის უფლება? მეორე კითხვა: თვლით თუ არა რომ ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია არის სამოქალაქო იდეოლოგიის სწორედ ის ვერსია, რომლის მიხედვითაც უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება ნებისმიერმა ქრისტიანმა საზოგადოებამ, მათ შორის ქართველმა ერმაც. და ბოლოს მესამე კითხვა: არსებობს თუ არა ყველა საფუძველი იმისათვის, რომ შევთავაზოთ ქრისტიანული ცივილიზაციის დანარჩენ ქვეყნებს ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია, როგორც გამოსავალი იმ სულიერი კრიზისიდან, რომელშიც ისინი იმყოფებიან? მე ვთხოვე ჩვენს რესპონდენტებს აღნიშნული სამი კითხვა ერთ კონტექსტში გაეერთიანებინათ და ისე გაეცათ პასუხი. მოусმინოთ თუ რა პასუხები გასცეს მათ ამ სამ კითხვას. მე მგონია დავით იყო თვითონ ჯვარპატიოსანი კაცი. იყო იმიტომ რომ უფალს და ადამიანს მოყვას თავისებური სიყვარულით მიაგებდა ის. მეფე დავით აღმაშენებელზე ალაპარაკი. იყო თვითონ იდეოლოგია. მეფე რო ცხენზე ამხედრდება, ლაშქარს წინ გაგიწვება, იქ არ არის საჭირო არავითარი მოწოდება. ეს მოწოდებაზე მეტია თვითონ ეს ფაქტი. მეფე რომ პირველი შევა ბრძოლაში, ბრძოლის ველს ბოლოს დატოვებს, ესეც უდიდესი იდეოლოგია. და რა თქმა უნდა, ჯვარპატიოსანი აბა რა ევალება მას? ჯვარი რა არის? ეს არის ჰორიზონტალური
და ვერტიკალური სიდიდეების კავშირი. რა არის ეს ჰორიზონტალური კავშირი? ჰორიზონტალური კავშირი არის, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, ხოლო ვერტიკალური კავშირი არის, გიყვარდეს უფალი შენი. ეს არის ჯვარპატიოსანი. დავითი ამას ამართლებდა, ამთლიანებდა. ის თაყვანს ემდა უფალს და უყვარდა საოცარი სიყვარულით უყვარდა მოყვას. რამდენადაც ქრისტეს მოძღვრება წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენს, იმდენად ჯვარპატიოსანი ადამიანის ცნება წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენს. წარმოიდგინეთ, აიღო შენი მხრებით უფლისა და საზოგადოების წინაშე უანგარი მსახურების ჯვარი, აიტანო ის შენი ცხოვრების გოლგოთაზე ნებისმიერი მსხვერპლის ფასად და მერე ამ მსახურების მდგომარეობაში მყოფი გახვიდე ამ ქვეყნიდან და დაიმკვიდრო შენი სული ზეციურ სასუფეველში. ეს ხომ არის ადამიანად ყოფნის უნივერსალური ფორმა. იცით რა არის? ჯვარპატიოსანი ადამიანის ცნება მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიიდან იღებს სათავეს, იმდენად უნივერსალური შინაარსის შემცვლელია, რომ არათუ მხოლოდ ქრისტიანი ადამიანის, არამედ ნებისმიერი კონფესიის მქონე ღირებული ადამიანის არც ასახავს. მნიშვნელობა არ აქვს ის ქრისტიანია, მუსლიმანია თუ ბუდისტი. თუ შენ იღებ უფლისა და შენი სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურების ჯვარს და ის ნებისმიერი მსხვერპლის ფასად აგაქვს შენი ცხოვრების გზაზე, მაშინ შენ ხარ ღირსეული პიროვნება, რომელიც ნებისმიერი კონფესიის გაგებით ერთნაირად არის დასაფასებელი და ღირებული. სწორედ ამ გაგებით ქრისტიანობა წარმოგიდგება ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენად, ხოლო ქრისტე უნივერსალური ხასიათის იმ სულიერ ღირებულებით სივრცეთ, რომელშიც არსებობს და ფუნქციონირებს მსოფლიოს ნებისმიერი ცივილიზაციის ფარგლებში მცხოვრები ადამიანი. ამ თვალსაზრისით მე მგონია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სამოქალაქო იდეოლოგიის ისეთ ვერსიასთან, რომელსაც შეუძლია განუსაზღვრელი სიკეთე მოუტანოს არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქრისტიანულთა, არაქრისტიანულ მოგესალმება დღეს საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ფაქტიურად იდეოლოგია მნიშვნელოვანია რომ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მაგრამ სინამდვილეში რეალურად ეს ქაოსი, ეს გლობალიზმის მე წარმოქმნილი განუკითხაობა დღეს რაც სოფლიოში სუფევს ზუსტად იმის გამოა რომ ადამიანებს და ერებს არ გააჩნიათ იდეოლოგია. სინამდვილეში ადამიანი და ერი იდეოლოგიის გარეშე ეს არის უკომპასო გემი, რომელიც მიიცურავს ოკეანეში და არის ის, რომელიც რიფებს, რომელიც კუნძულებს მიეხლება და შეიძლება იტალიის მაგივრად აგერ არგენტინაში აღმოჩნდეს და ამ პირიქით და ასე შემდეგ. ჯვარპატიოსანი და სამოქალაქო იდეოლოგია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მას უნივერსალური ხასიათი გააჩნია. ის შეიძლება გამოიყენოს არა მარტო პატარა ქვეყანამ, არამედ დიდმაც. ვინაიდან ის რასაც თქვა ამ იდეოლოგიით ერი აღწევს თქვა, არა მარტო იდენტობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არამედ ერის ორგანიზებას, მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის წამოწევას, ეროვნული იდეალების განხორციელებას, სწავლა-განათლების რეფორმას, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის სამართლიანი ობიექტური მოდელის შექმნას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თქვა ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა თქვა შეთავაზოს სხვა ქვეყნებს როგორც თქვა ნებისმიერი ფორმულა რომელიც შეიძლება აღმოაჩინოს ვიღაცამ ეს ფიზიკაში და შეთავაზოს თელესოფლიოს ხო გამოიყენოს ხო თელესოფლიო ანალოგიურია დღეს იდენტობის შენარჩუნება ნაკლები პრობლემა ვიდრე თქვა სხვა პრობლემები რომელიც კაცობრიობას აწუხებს მოგეხსენება დღეს სოფლიოში არის ნეობრივი კრიზისი ადამიანმა ძალიან ბევრი რამეს მიაღწია მაგრამ ვერ შეიძლება თავის დამორჩილება თავისი ველური ინსტინქტების დამორჩილება. აი ამ შემთხვევაში ჯვარპატიოსანი ადამიანის იდეალი, რომელსაც ეს რომანი თავაზობს კაცობრიობას, შეიძლება გამოდგეს საინტერესო ნიმუშად მომავალი ცხოვრებისათვის. პატივცემულო მეგობრებო, პრინციპში სტუმრებთან საუბრის ჩვენი გადაცემის რეგლამენტით განსაზღვრული დრო ამოიწურა. ემიდა უღრმესი მადლობა მოვახსენო მათ იმისათვის, რომ ამოაღრესად საპასუხისმგებლო მომენტში დამიდგნენ გვერდით
და ჩვენს პირველ საპრეზენტაციო გადაცემაში მონაწილეობით ამოაღრესად გაბედული პროექტის არსებობას საზოგადოების თვალში გარკვეული ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ახლა დავუბრუნდით ჩვენს გადაცემას და შევეცადოთ წავიყვანოთ ის ნელა-ნელა დასასრულისაკენ. პრინციპში ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ავამოქმედოთ ყველა მექანიზმი, რომელიც კი სჭირდება საყოველთაო სახალხო დისკუსიის დაწყებას, მაგრამ არის ერთი მაგრამ და ის მდგომარეობს შემდეგში. ვინც ნახავს ჩვენი პროექტის ვიდეო პრეზენტაცია, დარწმუნდება, რომ ის მიმართულია ჩვენი მომავალი თაობისაკენ. იმ ახალგაზრდა თაობისაკენ, რომელიც თავის თავს ხედავს მომავლის საქართველოში. სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის დასასრულს მინდა მივმართოთ ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ვინც დიდი ხანია გადააბიჯა 50-60 წელს და ახლა უკვე თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩემო ძმებო და დებო, ჩვენ პრინციპში ასე თუ ისე უკვე გავიარეთ ჩვენი ცხოვრების გზა. დიდი ალბათობით მომავლის საქართველოს ჩვენ ალბათ ვეღარც მოვესწრებით. სალსახად ის ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების აღსაშენებელი. ამიტომ მოდით ჩვენი ქვეყნისათვის ამურთულეს მომენტში ერთი ისეთი ბრძნული და მადლიანი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ნათელწერტილად დარჩება ჩვენი ერის ხსოვნას და ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. სახალხო დისკუსიის პროცესში, რომელიც აუცილებლად ჩვენი უფროსი თაობის ორგანიზებით უნდა ჩატარდეს, წინა პლანზე ჩვენი შვილები და შვილიშვილები წამოვწიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ გამოიჩინონ თავი მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პროექტის შეფასებაში. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ შემდეგ წინადადებას. სახალხო დისკუსიას მივცეთ ახალგაზრდული საგანმანათლებლო შემეცნებითი მარათონის სახე, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას ახალგაზრდები ცხოვრებნი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ქართულ დიასპორებში. მარათონი იქნება ორგანიზებული 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე განსახილველად გამოვიტანთ პირველ სასწავლო საგანს, ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიას. მეორე ეტაპზე მეორე სასწავლო საგანს, დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონს, ხოლო მესამე ეტაპზე მესამე სასწავლო საგანს, საქართველოს სულიერი მისია, პროექტები და პერსპექტივები. ჯგუფი იბერიული სახლი მზად არის უზრუნველყოს მარათონის თითოეული ეტაპი ყოველკვირეული გადაცემებით, რომლის განმავლობაშიც მარათონელების წინაშე პუნქტების მიხედვით განსახილველად წარმოვადგენთ თითოეული სასწავლო საგნის კონცეფციას. პარალელურ რეჟიმში ჯგუფი იბერიული სახლის სტუდიაში იმუშავებს დიდი სადისკუსიო დარბაზი, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტები გამოხატავენ თავიანთ აზრს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყოველი საკვანძო საკითხის შესახებ. თითოეული მარათონელის მიზანია მარათონის ყოველი ეტაპის ბოლოს წარმოადგინოს ნაშრომი მოცულობით 3-დან 6 გვერდამდე, სადაც გამოხატავს თავის აზრს შესაბამისი სასწავლო საგნის შესახებ და რომელიც განთავსდება სპეციალურ სადისკუსიო პლატფორმაზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეიძლება გაეცნოს თითოეულ მათგანს. და თავად ჩვენმა შვილებმა გადაწყვიტონ, აქვს თუ არა არსებობის საფუძველი მომავლის საქართველოს ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს და იძლევა თუ არა ის იმის საშუალებას, რომ ჩვენ ქართველმა ერმა და საქართველოს მრავალეროვანმა მოსახლეობამ ვაქციოთ ის ზოგადეროვნული შეთანხმების საგნად და მის გარშემო გავერთიანდით. განა დღეს ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე დგას კი იმაზე უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეროვნული თანხმობის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, თუ ეროვნული იდეოლოგიის რომელ ვერსიაზე დაყრდნობით და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. იმისათვის, რომ ამ ნამდვილად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ჩანაფიქრს წარმატებით დავადგათ თავი, ჩვენი ქართული საზოგადოების მხრიდან აუცილებელია სულ 303 პირობის შესრულება. პირველი, ყველგან, სადაც კი ვცხოვრობთ ჩვენ, გამოვარჩიოთ ჩვენს გარშემო განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოებული ახალგაზრდები და ყველა პირობა შევქმნათ, რათა მათ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ ნამდვილად ეროვნულ ღონისძიებაში. მეორე, ვიკისროთ ჩვენს თავზე ვალდებულება, რომ აუცილებლად წავიკითხავთ მათ
საკონკურსო ნაშრომებს და მივცემთ სათანადო შეფასებას. ამგვარი აქტიურობა მოგცემს საშუალებას განსაზღვროთ, თუ რომელმა ნაშრომმა დაიმსახურა მეტი მოწონება და რომელ მათგანს ეკუთვნის ჩვენს მარათონში გამარჯვება. და ბოლოს მესამე პირობა. ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ საორგანიზაციო და საპრემიო ფონდი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ქართველს მიეცემა შესაძლებლობა შეიტანოს თავისი წვლილი ამ ჭეშმარიტად მასშტაბურ ეროვნულ საქმეში. მე პირადად მზად ვარ ამ ფონდში გადავრიცხო ისტორიული რომანი ჯვარპატიოსანის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხის 30%. საქმით დავანახოთ ჩვენი შვილების თაობას, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენ მათ შესაძლებლობებს და როგორ ვიხდით იმისათვის, რათა მათი მომავალი ცხოვრება იყოს ნამდვილად ღირსეული, ნამდვილად სამართლიანი და ნამდვილად ყველა სიკეთით შემკული და აღმატებული. მარათონი მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ის გაგრძელდება მთელი 7 თვის განმავლობაში და დასრულდება გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვებით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი თხოვნით სამეცნიერო ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას უხელმძღვანელებს ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვაჟა შუბითიძე, ხოლო საკონკურსო ჟიურის მუშაობას სახალხო პოეტი ბატონი ერეკლე საღლიანი, რისთვისაც პირადად მე მათ უდიდეს მადლობას მოვახსენებ. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მარათონის გავლა სრულიად საკმარისია იმისათვის, რათა თქვენ ჩაწვდეთ იმ საიდუმლოს არს, რომელიც განასხვავებს ჩვენს ერს მსოფლიოს სხვა დანარჩენი ხალხებისაგან. კერძოდ, აი თუ იცოთ საზოგადოების შინაგანი განახლების, გაერთიანებისა და შედუღაბების ის საკრალური სიბრძნე, რომელიც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ქართული კულტურის წიაღში, რომელიც უხსოვარი დროიდან განსაზღვრავს იმ მისიას, რომელიც აკისრია ჩვენს ერს კაცობრიობის წინაშე და რომლის საშუალებითაც დღესაც შეგვიძლია ჩვენ თანამედროვე ქართველებს მივახციოთ იგივე მიზანს, რასაც 900 წლის წინ მიაღწიეს დავით აღმაშენებელის დროინდელმა ქართველებმა. კვლავ გავერთიანდეთ ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში, კვლავ შევიკრათ ერთ მუშტად და კვლავ შევუდგეთ იმ მისიის აღსრულებას, რაც ოდითგანვე აკისრია ჩვენს ერს კაცობრიობის წინაშე. ამ თვალსაზრისით ჯვარპატიოსანთა საკვირაო სკოლის პროგრამა ეს არის ყოველ ქართველთა ერთ მუშტად შეკვრისა და ერთიან და მთლიან სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროგრამა, რაც როგორც სულიერ ინტელექტუალური აქტი გულისხმობს თითოეული ქართველის გულში ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტის როგორც გადგმას, ისე მის შემდგომ განახლებასა და განმტკიცებას. და ბოლოს ძვირფასო თანამემამულენო, ეს გადაცემა შეგიძლიათ მიიღოთ მოსაწვევ ბარათად, რომელსაც ჩვენ გიგზავნით თითოეულ თქვენთაგანს იმისათვის, რათა აუცილებლად მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ჩვენს პროექტში. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პოლიტიკურ ორიენტაციას. ხართ დღევანდელი ხელისუფლების მომხრე, ხართ პროევროპელი თუ ხართ პრორუსი. აქ საუბარია ქართველი ერის ერთიანი მენტალობის აღდგენაზე, რაც ერთნაირად ეხება თითოეულ ქართველს, თუ რა თქმა უნდა ის ქართველია და თავის თავს ქართველად მოიაზრებს. არაფერს ისეთს განსაკუთრებულს არც გთავაზობთ. ვისაუბროთ დავით მეფის შესახებ და თუ ვნახავთ, რომ ის პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მის საქციელს, ორგანულად ესადაგება ჩვენს შეხედულებებსა და წარმოდგენებს, ავდგეთ და ჩვენს ცხოვრებაში გადმოვიტანოთ. პრინციპში მეტი არც არაფერი. ასე და ამგვარად ჩვენი ონლაინ სტუდიის პირველი საპრეზენტაციო გადაცემა დასრულდა. მინდა დიდი მადლობა მოვახსენოთ ჩვენი პირველი გადაცემის ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა მოგახსენოთ ყოველ თქვენთაგანს იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან. აუცილებლად ჩაერთეთ ჩვენს პროექტში და მიიღეთ სახალხო დისკუსიაში მონაწილეობა. იქნება მღრმა სიბერეში მაინც დაუჯეროთ ჩვენს მცხოვან პატრიარქს და იქნება ახლა მაინც არ ვასრულოთ მისი კურთხევა. ნახვამდის
კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.